ასტრალური პროექცია ესაა მდგომარეობა, რომელიც გავს მოგზაურობას. თქვენ მიდიხართ დასაძინებლად, იძინებთ, მაგრამ ისევ გეღვიძებათ, ოღონდ არა სხეულში, არამედ სხეულის გარეშე, გრავიტაციის მიზიდულობის და სხვა ფიზიკის კანონების გარეშე. თქვენ სხეულზე არ ხართ დამოკიდებული. ასე რომ მიდიხართ იქ, სადაც გინდათ და ესაუბრებით სხვა მძინარე ადამიანებს. მაგრამ ისინი ამას ვერ აცნობიერებენ. იმიტომ რომ მათ ჩვეულებრივ, როგორც ყოველ ღამეს, ისევ ესწინავთ. თქვენ კი ამ ყველაფერს არა მხოლოდ აცნობიერებთ, არამედ ამას, როგორც ნებისმიერი მოქმედების დროს, ისევე აკეთებთ. ეს კი მხოლოდ იმიტომ, რომ თქვენ არ გძინავთ, თქვენ ასტრალში ხართ. უფრო ზუსტად კი ღამის სამყაროში. სხეულის და ყოველგვარი კანონზომიერების ზღვარს მიღმა. ერთი შეხედვით იოლია, მაგრამ ამავე დროს საშიში და ძალიან ტვინის სამტვრევი რამეა. ამისთვის უბრალოდ დაძინება არაა საჭირო. ყველაფერი უფრო რთულადაა. ასტრალური პროექცია, ასტრალური გასვლა. ასე უწოდებენ ისეთ გამოცდილებას, რომლის განმავლობაშიც ასტრალური სხეული პროექცირდება ასტრალურ განზომილებაში, ასტრალში. აქ ნივთები და მოვლენები ძალზე განსხვავდება რეალური სამყაროს ნივთებისა და მოვლენებისგან. დრო გამრუდებული და გაწელილია. ასტრალში გატარებული საათი ფიზიკურ სამყაროში რამდენიმე წუთს გავს. ეს დამოკიდებულია იმაზე, ასტრალის რომელ ნაწილში იმყოფებით. რეალობა გარშემო ცვალებადი და დენადია, თითქოს გარემო ბლანტია. გაცნობიერებული, ცხადი სიზმარი. ეს ის შემთხვევაა, როდესაც ადამიანი სიზმრის განმავლობაში აცნობიერებს, რომ ის სიზმარში იმყოფება. ასეთ შემთხვევაში მას შეუძლია მართოს მიმდინარე მოვლენები, ან გარდაქმნას ცხადი სიზმარი ასტრალურ პროექციად. გაცნობიერებული სიზმრები უფრო წააგავს ასტრალურ პროექციებს, ვიდრე სხეულსგარე გამოცდილებას, რადგან დრო და რეალობა აქაც გამრუდებულია. წარმოიდგინეთ თქვენ საწოლში როგორ იძირებით. შემდეგ კი თქვენი სხეულიდან, ანუ საშუალოდ 70 კილოს ოდენა ჭურჭლიდან, როგორ ცდილობთ ამოძრომას. თითქმის იგივეა, რომ პარალიზებული ცდილობდეთ ჭაობიდან ამოსვლას. ეს წარმოუდგენლად რთულია, მაგრამ არსებობს თეორიები, თუ როგორ შეიძლება ასტრალში გადასვლა. ასტრალის ცუდი მხარე ისაა, რომ შეიძლება თლად მხიარული მოგზაურობაც არ გქონდეთ. ყველაფრის მიუხედავად, იმ საფრთხეების მიუხედავად, რაც ზემოთ ვახსენე, სპეციალისტები ამბობენ, რომ ასტრალური პროექცია არის ამაღელვებელი გამოცდილება. ამ პროცესის საუკეთესო კომპონენტი კი ის არის, რომ ის ასევე გვეხმარება მრავალი სარგებლით. ჩვენ ვიღებთ პასუხებს და გადაწყვეტილებებს ჩვენს პრობლემებზე, რადგან ეს საშუალებას გვაძლევს აღვიქვათ საგნების სხვა კუთხით, რაც ბუნდოვნად შესაძლებელია სიფხიზლის დროს.